დილის 6 საათი წარაჯენ და მთელი ქალაქი გავაღვიძეთ. მოკლედ ხალხო. პირველი მარცხი ჩვენი აგრაც აქ ვართ, მოკლედ ყველაფერს ძალიან კარგად ვართ მოდის თავს, მაგრამ მაინც და მაინც ბრიუსელზე დაგვაგვიანდა. აი მოვედით თუ არა ეგრევე ხო? აი ანუ ამოვედით თუ არა ეგრევე, კარი მოგვიჯახუნა ეგრევე და აი მეთქი, ანუ ვუკაკუნებდით რაღაცა, ვაწევით, მაგრამ არაფერი ვერ გუშველა. აი ასე. არა და ანუ იმის ბრალი იყო, რომ ვერ ვეძებდით სპეციალურად, ანუ ამ იმას სადგურს რა, მოკლედ ვერ ვიპოვეთ, რომ გვეყიდა ბილეთი თავიდანვე. და აი მაგან. ხო, მაგან დაგვაგვიდა. არ ვიცი, მე ვიღაცას ვკითხეთ აქაურს და იმან გითხრა როგორც უნდა ჩაგვეწერა. ხო, ესეთი პირველი მარცხი იყო, მაგრამ ვილოცოთ, რომ შემდეგი ყველაფერი კარგად დაგაქცევა. წავედით ახლა. აი ესეთი სტუმართ მოყარა ქვეყანა, მეგობრებო. ნახევარი საათი უნდა ვიდგეთ. იმიტომ რომ ვიღაცებმა ველოსიპედები ამოიტანეს და 4000 ადგილი აქვს დაკავებული. აი ეს არის თქვენი ინდივიდუალიზმი. აბა სად ვართ? პარიზის მეტარევენში. 500 ჯერ დავაზუსტეთ რომ ნამდვილად მეტარევენში. ხო, ანუ ერთი ათკაც ვკითხეთ რომ ეს ხო პარიზში მიდის მაგრამ პარიზი ნორდი ეს. ცუდადა. კაი ხო, მოკლედ მოვედით და ძალიან ადრე მოგვიწია მოსვლა. ტყუილად ვინერვულეთ დილით რო გაგვასწრო, მაგრამ ნუ არა უშავს. თავარია რომ მოვედით. მოკლედ ლუში ვერ შევედით. დროშა ვერ დავკიდეთ. ხო, დროშა ვერ დავკიდეთ, მაგრამ არა უშავს 4 შაბათს უნდა ვცადოთ კიდე. ან ძალიან ბევრი ხალხია რა ყველგან და მაგითო. ახლა მინდა მოვყვეთ დღევანდელი ჩვენი ტაქსის გამოცდილება, რომელიც ალბათ იქნება ყველაზე დასამახსოვრებელი. ხო, ცუდად დასამახსოვრებელი გამოცდილება. მოკლედ რო გამოვედით სადგურიდან, გამოვიძახეთ ტაქსი, ბოლტი. იმიტომ რომ სახლამდე რომ მივსულიყავით, გჭირდებოდა ფეხით 45 წუთი თუ რაღაც რა. ხო და ძალიან ძვირი, ძალიან ბევრია რა. ხო და გამოვიძახეთ. წერდა 5 წუთს. მაგრამ 5 წუთი კი არა, ანუ 5 წუთიდან ჩამოდიოდა 4 წუთზე, მე ადიოდა ისევ 5-ზე, 4-დან 3-ზე, ანუ მოკლედ ძალიან გვაწოლა რა. ну არა და არ გამოჩნდა ეს ტაქსი და მე მოვიდა ძლივს და ну ჩვენ რაღაცა მეორე ქუჩა გადავყვეთეთ რომ გადავსულიყავით რაღაცა რომ ჩამოსგავიყავით რაღაც და ანუ ვიღაც ბიჭი იყო კიდე ჩვენთან ერთად რა რომელიც აშკარად გვეტენებოდა ამ ტაქსიში რა და ну ჩვენ ძალიან ისე ვიყავით რომ ზალაობდით რა და ანუ ეს კაცი გადმოვიდა ტაქსის მძღოლი გადმოვიდა და ну იმ წამებში გაგვიუხმა შეკვეთა ჩვენ და ის ბიჭი ჩაისვა და წავიდნენ იმიტომ რომ ანუ ჩვენი გამოცდილებით, ანუ მეორე რაღაცა კომპანიაშიც მუშაობს და იმან უფრო ბევრი გადაუხადა რა. და ესე დაგვაგდო ჩვენ შუა გზაში. და მე ახალი ვიღაც მოვიდა და იმას გამოვყავით, მაგრამ ნუ ისიც რაღაც 10 წუთი დაახლოებით დაგვჭირდა, იმიტომ რომ 5 წუთი ეწერა, მე ჩადიოდა 4-ზე, მე ისევ 5-ზე და ნუ მოკლედ, ყველაზე ცუდი გამოცდილება ცხოვრებაში რაც კი გქონია ეგ იყო, იმიტომ რომ მთელი ენერგია გამოგვაცალა რა. აი ასე, მაგარია. გამოჩნდა ძლივს.
აბა გამოიცანით ვინმე ვერ მიდის ვერსალში. ჩვენ. ვინმე შევიდა ლუში? ჩვენ. რავი, კიდე რა ვთქვა? აი, არ ვიცი, რაღაცა ძალიან დაგწევას, რაღაცამ ძალიან ცუდი თვალი რა მოგვაყოლა, აბა აღიარეთ ვინ. აბა გამოიცანით ვინ იყო ეგ ადამიანი. ნუ მოკლედ რა. დავრეკეთ ცივილს და აზრი არა ხარ მოსახლს მარტო ბაღს ნახავთ და რა ბაღის ნახვა არ გვინდა. So არ მივდივართ. მე იმხელა და ისეთი ლამაზი არ ვიცი ძალიან ლამაზია ტრიუმფალური თაღი წავიკითხე ალბათ რამდენი წელი იყავი შენ მე ტრიუმფალური თაღი ხა მე მგონი 16-ის მეც და რავი ალბათ ამ ხელანი ვერ წარმოიდგენდა რომ ოდეს მე აქ მოვიდოდა აი მე რა ლამაზია ღმერთო მეტი რა ანუ ძალიან დიდია ოღონდ აი ვიდეოშიც არ ჩანს კაი რა ადამიანებიც ეხლა ავიდეთ ტრიუმფალურ თაღს ანუ ახლოს მაგრამ როგორ არ ვიცი რაღაცას მივდივართ მახსოვრეთ და აქაც მოდით რეკომენდაციას გიწევთ კბებით მადლობა ამ ვიღაცას ვიზუალურად და ხო აუდიალურად ასე Why was
მოკლედ მეგობრებო, პარიზი, როგორც გავიგეთ, სიყვარულის ქალაქია და რომანტიკის და მინდა რომ ეს ვლოგი ცოტა ხანში დავამთავრდება ამანა. ძალიან რომანტიკულად დავასრულო და ძალიან რაღაცნაირი გრძნობა არის რა. მოკლედ ეხლა ლაპარაკობდით მე და ნუცა იმაზე რომ რასაც ახლა ჩვენ გავდივართ, ვიღაცის ოცნება არის რა. ხო და ალბათ ოდესღაც ჩვენც ამაზე ოცნებობდით. აუცილებლად მეტირება ცოტა, მაგრამ კაი არ მეტირება. ხო და აი ახლა უყურებთ ჩვენ წინ აი ესეთი ხედი გვაქვს რა. ხო და ოდესღაც ამაზე ჩვენც ოცნებობდით რა. და რავი, ჩვენ აქ მოვედით და რა ვიცი აბა. ოცნებები ხდება მეგობრებო, ეს ტყუილი არ არის, ეს ნამდვილად ასე არის, ამიტომ ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის და ოცნებებისაც. ხო, აი ესე. ეს არის სუფთად ჩვენი გამოცდილება, არანაირი რაღაცა რავი, უაზრო ფაქტები. აი ასე. ვა, და კლიშეები. ნამდვილად. ახლა ვართ აქაურ მეტროში და უნდა გადავიდეთ ხაზები უნდა შევიცვალოთ და აი იმდენი ხაზი არის პროსტა. აი რავი, ჩვენ რო ორი უბედური ხაზი გვაქვს და იმაზე წუწუნებს ხალხი, ანუ აქ რავი ვიგებ რომ ეს ვისაიდან გადავიდეთ. აი რავი, ძალიან ბევრი არა მოკლედ უამრავი ხაზია. იმეზე განახებთ. ვერ განახებთ, მაგრამ 14 ხაზია ახლა. კონკურენტია ჩვენი მეტრო რა. ვაგზლის მეორე ხაზია ეს. მოვედით და საკმაოდ პატარა რიგია. გუნი შევალთ. მოკლედ ხალხო, მოვედით და ანუ არის უშუალებელი რიგი და გვეუბნებიან ხო ჩვენ. და გვეუბნებიან რომ ანუ ალბათ ვერ შეხვალთო, 9 საათზე ვერ შეგეშვებთო და 10, 11, 12 მე ვნახოთო რა. მე ძალიან მცირე შანსი არისო. ხო და ძალიან გაბრაზებული ვართ, იმიტომ რომ წინაზე ორმა ადამიანმა გითხრა აქ ვინც მუშაობს, რომ 8 საათზე მოდითო და ანუ დიდი ალბათობით შეხვალთო რა, როცა რეზერვაცია არ გაქვთ გაკეთებული. ხო და ეხლა გვეუბნებიან, ნუ არა. და ანუ ვიღაცა კაცი დადის დაიარება, ეს რაღაც აშკარი მენეჯერი არის, ამეთ ბოსი არის. და ესე დადის რაღაცა ძალიან, როგორ თქვა, ამაყად დაიარება და გვეუბნება რომ უნდა წავიდეთ რა, იმიტომ რომ აზრი არ აქიდათ, მაგრამ ჩვენ მაინც აქ ვართ და ანუ ხალხი არის ტონა და მაინც არ მიდის ხალხი რა. იმიტომ რომ აშკარად რაღაც ოინი აქვს მოფიქრებული და არ გვიმდება ეს ხალხი, მე მესენი კიდევ ვიღაცა ყავს ამათ. ანუ ჩვენ წინ არიან ამერიკელები, არ ვიცი, ერთი კაცი, დგას 3 ადამიანი მოიყვანა ეხლა და კიდევ ვიღაცა ფიქრობს ხალხს და აი უკაცრავად და ეს უკვე ძალიან დამეტანია და შეგვიძლია ამაზე ჩვენ რომ ვიცით და გავჭედით და დებილები ხო არ ვართ 8 საათზე რომ გამოვედით, კარო და როცა არ გამოვედით 7 საათზე გამოვედით, კარო. ანუ 7 საათზე გარეთ ვართ და ანუ ვიღაცები მოდიან ერთი კაცის ხარჯზე, ანუ ძალიან უსამართლობა, ეხლა ეს მე გავჭედო ერთი.
მეგობრებო, ჩამოვედით უკვე მეორე დღეც გათენდა და გუშინ ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ საერთოდ ვეღარაფერი ვერ გადავიღე და არც მიფიქრია გადაღებაზე, იმიტომ რომ ეს 3 დღე ძალიან დამღრელი იყო. ამდენი ფეხით სიარული, მერე იქ რაღაცების ნახვა და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან დავიღალით ამ ბოლო 3 დღეში. და მაგიტო აი საერთოდ არანაირი ენერგია აღარ მქონდა დარჩენილი, რომ რამე გამეკეთებინა. და მინდა რომ დღეს მოკლედ შევაჯამო ეს პარიზის მოგზაურობა და ჩემი აზრი გითხრათ პარიზთან დაკავშირებით. აი თვითონ ქალაქი მომეწონა ძალიან ლამაზი ქალაქია და სამწუხაროდ მე წარმოვიდგენდი რომ ნაკლებად მომეწონებოდა ეიფელი, ტრიუმფალური თაღი, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან გაპაფსავდა უკვე ადგილები და ყველამ გაიგო რომ რაღაცა პარიზში ხალხი მინდის, იმიტომ რომ ნახოს ეიფელის კოშკი, ხო? მაგრამ რეალურად ძალიან ისე სკეპტიკურად ვიყავი ყოველთვის განწყობილი, მაგრამ რეალურად რომ ნახე და რომ დავინახე აი მართლა ძალიან შემიყვარდა და ერთ-ერთი ფავორიტი იყო ყველაფრის მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კლიშე არის და ასე შემდეგ, მართლა ულამაზესი არის და მგონია, რომ ყველა ადამიანმა, ვისაც აქვს შესაძლებლობა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოს ეიფელის კოშკი და ტრიუმფალური თაღი. იმიტომ რომ ისეთი დიდი გრანდიოზული რაღაც სხვა სამყაროში გადაყავ მართლა იმდენად აღმართოვანებელია, მოკლედ რო უყურებ. განსაკუთრებით ეიფელი ღამე, არ ვიცი, რაღაც სასწაული იყო და მართლა არ ვიცი, მომავალში იმავე ემოციებს, რომელი ქალაქი დამიტოვებს, რაც მაგალითად ღამის პარიზმა დამანახა და დამიტოვა. ხო, თვითონ რაც კლიშე არის, მიუხედავად კლიშეობისა, ესე შეიძლება ვთქვათ, მართლა ღირს და მართლა იდეალური იყო ყველაფერი, რაც ვნახეთ. თვითონ ხალხზე არის კიდე ესეთი, როგორც ვთქვა, წარმოდგენა, რომ ფრანგები არიან ძალიან ცივები, ძალიან აროგანტულები და რაღაცა არ გილაპარაკებიან ინგლისურად, რო ხედავენ, რომ ტურისტი ხარ და რაღაცა. ჩვენ მაგალითად მსგავსი გამოცდილება არ გვქონია დიდად. კი, რაღაცას რო კითხავდი, შეიძლება ინგლისურად არ გაეგრძელებინათ და რაღაცა ფრანგულად აეხსნათ რაღაც ისე რა, რომ მიეხვედრებინათ, რომ რაღაცა ეს არის. და რაღაც, მაგრამ ძალიან ცუდი გამოცდილება გვქონდა მეთქი ვინმესთან ლაპარაკის დროს, რომ ძალიან უხეშად გვითხრა რაღაც და რამე, არა, ძალიან ბევრ კითხვას ვსვავდით და ძალიან ბევრ რაღაცას ვკითხულობდით, დღეში ალბათ 1-3-4 კითხვას მინიმუმ ვუსვავდით ვიღაცას და რა ვიცი, ყველასგან უკავშირი მოდიოდა რა. ვერ გეტყვით, რომ ძალიან თბილი და რაღაცა ისეთია ჩართული და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც რაღაცას გვეუბნებოდნენ და გვეხმარებოდნენ, ცდილობდნენ მაინც. ხო, ამიტომ ხალხზე ჩემი შემთხვევაში ეს სტერეოტიპი არ გამართლებულა და ძალიან ჩვეულებრივი ხალხი არის რა. ეხლა ბელგიაშიც როგორი ხალხი ცხოვრობს, რომ არ არიან თბილები და ეს ღიმილი და რაღაც არ არის ამათთვის ძალიან ჩვეულებრივი რაღაცა. ესე გეხმარებიან ზრდილობის ფარგლებში, მაგრამ ზედ არ გადაკვებიან, ზუსტად ეგეთი ხალხი არის, ხალხი შეგვხვდა ჩვენს რა. მაგრამ ეს რა თქმა უნდა მთლიანად ვერ შევაფასებ და ვერ ვიტყვი, მაგრამ ყველაზე მეტად ხალხი მაინტერესებდა და ვერ ვიტყვი, რომ ხალხი ძალიან ცუდი აღმოჩნდა, ვინმე რაღაც უხეშად გვითხრა, რაღაც გვაგინა რომ რატო ხართ ტურისტები და ასე შემდეგ. ასევე მინდა კიდევ ერთ სტერეოტიპს გავუსვა ხაზი, რომ პარიზში თაგვები დარბიან და ეს არის სრული სისულელე, იმიტომ რომ მთელი პარიზი ფეხით შემოვიარეთ ჩვენ და მეტროთ ვისარგებლეთ და არც ერთი თაგვი არ გვინახავს, ამიტომ ესეც აუცილებლად უნდა მეთქვა. და კიდევ ერთი, ეს არის ქურდობა და რაც არ არის სტერეოტიპი და არის ნამდვილი და თუ პარიზში ოდესმე წამოხვალთ, უნდა იყოთ ძალიან ყურადღებით. გირჩევდით, რომ ტელეფონის საკიდები რომ არის, ხო იცით, ყელზე ან ხელზე გქონდეთ აუცილებლად ტელეფონი და ასევე გაჩნია რომელ უბანში ცხოვრობთ და რომელ უბანში იქირავებთ ბინას. შედარებით უფრო, ასე ვთქვათ, საშიშ უბნებში უფრო დაბალი არის ხოლმე ქირის გადასახადი და მათ გირჩევთ, რომ არ იქირავოთ. ახლა ჩვენ მაგალითად საიდანაც ჩვენი სადგური სადაც იყო ბრიუსელში, სადაც მოდიოდა ეს მატარებელი, ეს იყო
პარიზის ნორდის ასე ვთქვათ სადგური და მანდ იყო დასახლება, რომელიც ძალიან არ მოგვეწონა. აი მაგალითად, როცა გამოვედით პირველად როცა გამოვედით ამ სადგურიდან, რომ ველოდებოდით ჩვენ ტაქსის, ან დაგვხვია დაახლოებით ესე 6-7 ბიჭი შავკანიანი და ანუ რაღაცა გვეხოვდნენ, რომ რაღაცნაირად ესე ვთქვათ, იქნებ რამე ან ღია გვქონოდა ან რაღაცა, ხო ხვდებით, რომ რამე მოეპარათ და ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერი ძალიან კარგად ვიცოდით და ძალიან ცუდად ვუყურებდით რაღაცა ვუბრუნდით და რაღაც და მე გამოვედით აქეთ და ცალკე დავდექით რომ მოკლედ ანუ ესე დაგვეხვია უცბად და ნუ ესე ჯგუფ-ჯგუფად დადიან და ესეთ რაღაცებს აკეთებენ ამიტომ რაღაც მხრივ მართლა საშიში ასევე იციან ხოლმე რაღაც ესეთი თოკები ჰქონდათ ზოგს ეგ უკვე ძალიან ისე ღირსშესანიშნაობებთან ერთად, მაგალითად აი მონტმარტზე როცა ვიყავით, მანდ იყო ზუსტად ეგრე, რომ აი რაღაცა ესეთი ძაფები ქონდათ და მოდიან შენთან, რომ ვითომ რაღაც ძაფს გაწნევინებენ თუ რაღაც, რომ შენი ყურადღება გადაიტანო და თან გელაპარაკებიან, კითხვებს გისვამენ, რომ აი საიდან ხარ, რა ქვია, რაღაც რა საქმიანობ და რაღაც მსგავს კითხვებს გისვამენ და ნუ შეიძლება რაღაცა უცბად მოგპარონ რა. რო ყურადღებას გადაიტანენ და ეგეც უნდა იცოდეთ, რომ ანუ ეგეთ ადამიანებს არ ჩამოუდგეთ არაფრის ზედებით, ანუ ჩვენ არ მოდიოდნენ ზედ არ უყურებდით და ნუ ვეუბნებოდით, რომ არ გვაინტერესებს. და ნუ რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ ეგრე მოვიდა ერთი ბიჭი, რომელიც რაღაცას გვეუბნებოდა, აღარ მახსოვს, იწყებდა მაგ ძაფის თამაშს თუ რაღაცას და ნუ მე ვუთხარით, რომ ანუ არ გვაინტერესებდა და მე გვითხრა, რომ რატო გეშინიათ ჩემიო რა. ხო და ნუ მოკლედ დავიკიდეთ რა ერთი სიტყვით ზედ არ უყურებდით, უბრალოდ ჩვენ გზას ვაგრძელებდით რა და ამას გირჩევდით თქვენს, რომ უბრალოდ იცოდეთ, რომ ცოტა საშიშია მაგ მხრივ რა და ყურადღებით იყოთ. ასევე მინდა თქვა ესეთი რაღაცაც, რომ გზაზე დადიან ძალიან ცუდად და ანუ ზოგადად არის ძალიან დიდი ქალაქი და გზაზე ანუ მანქანები დადიან ძალიან ცუდად და ეგ იცოდეთ, მანქანები და ველოსიპედები დადიან ძალიან ცუდად და შეიძლება წითელი იყოს, მაგრამ მანქანამ ველოსიპედმა ავტობუსმა გაიაროს და მაგ მხრივადაც ძალიან ფრთხილად უნდა იაროთ, იმიტომ რომ ჩვენ ყველა გადასვლის წინ ერთი ის გვქონდა, რომ რამეს არ გავეტანეთ. ლოცულობდით, ამიტომ ესეც იცოდეთ აუცილებლად. და კიდევ ერთი რჩევა ჩემგან, რაც მინდა ვთქვა აუცილებლად არის ის, რომ თვითონ პარიზში არის ძალიან ბევრი რაღაც სანახავი, ანუ ეს არის მუზეუმები და ასევე გარეთ სანახავი სივრცეებიც, ამიტომ გირჩევდით, რომ აი აუცილებლად 3 დღე, ან მინიმუმ 3 დღე, მაგრამ 3 დღეს არ არის არანაირად საკმარისი, რომ ყველაფერი ნახოთ, ან 4-დან 5 დღემდე მაინც უნდა წამოხვიდეთ ჩემი აზრით, რომ აი მართლა ძირფესვიანად კარგად დაათვალიეროთ ქალაქი. აი 1 დღით, 2 დღით, ან თუნდაც 3 დღე ნახევრით წასვლას, უბრალოდ აზრი არ აქვს, ამიტომ თუ ოდესმე წამოხვალთ, გაითვალისწინეთ, რომ დიდი დრო დაგჭირდებათ, იმიტომ რომ არის უშუალებელი ქალაქი, აი ძალიან დიდი ქალაქი არის და იმდენი რაღაც არის სანახავი, რომ აი ყველა კუთხეში უნდა გაჩერდე, რომ რაღაც გაიაზრო, რომ რა სად ხარ, რას აკეთებ და ასე შემდეგ, ამიტომ ესეც იცოდეთ რა. და ჩემი ბოლო რჩევა, ეს არის ბოლო, მაგრამ ყველაზე პრაქტიკული რჩევა, ეს არის ის, რომ თუ წამოხვალთ და წინასწარ თუ გექნებათ ნაყიდი ბილეთები, მაგასთან ერთად აუცილებლად დაჯავშნეთ ლუვრის, ვერსალის და ყველა იმ ადგილის, ანუ მუზეუმის ბილეთები, ან იყიდეთ წინასწარ, ან უბრალოდ დაჯავშნეთ, რომლის ნახვაც გინდათ. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვერ შეხვალთ. ეხლა ჩვენ მაგალითად ვერ დავჯავშნეთ წინასწარ, იმიტომ რომ ცოტა უფრო გვიან მოგვაფიქრდა ეგ და გვიან გავიაზრეთ ეგ ყოველივე. ამიტომ გირჩევდით, რომ და ჩვენ ვერ შევედით ლუვრშიც და ვერც ვერსალში, იმიტომ რომ აზრი არ ქონდა უბრალოდ, ვერ დავიდოდით ვერანაირად. ამიტომ გირჩევდით, რომ თუ მოდიხართ და მაგალითად 2 თვით ადრე თუ გაქვთ ბილეთები ნაყიდი, ეგრევე შედით ვერსალის საიტზე, ლუვრის საიტზე, დაჯავშნეთ ბილეთები და ისე წამოდით, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ შეხვალთ და ეგეთ რაღაცას გამოტოვებთ. ამიტომ ეგ ძალიან საწყენია, მაგრამ ნუ ეხლა მან ცხოვრება არ მთავრდება, მთავარია ქვეყანაში იმოგზაუროთ და რაღაც ახალი გაიგოთ, მაგრამ მაინც კარგი იქნებოდა, რომ ეს გაიგეთებინეთ. ნუ, საბოლოო შეფასება ამ ქალაქს, ჩემი, ასე ვთქვათ, ამ გამოცდილებას, ვფიქრობ, ეს იყო 10-დან 10 გამოცდილება, ყველაფრის მიუხედავად, რამდენადაც დამღრელი იყო, რამდენადაც რთული იყო ყველაფერი და ასე შემდეგ და ყველაფერი რო გავითვალისწინო, მაინც ეს ქალაქი არის 10-დან 10 ჩემთვის, იმიტომ რომ ისეთივე, როგორც ვთქვა, ანუ ისეთივე
არ ვიცი, აი აღმაფრთოვანებელი და აი არ ვიცი, დიდებული არის, როგორცაც ამბობენ და როგორი სტერეოტიპიც არსებობს. ამიტომ პარიზში აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ, როცა ამისი შესაძლებლობა გექნებათ. და მოკლედ აქედან მე დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა, ვინც უყურეთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Bye.